4 წლის წინ ქართულმა ოცნებამ გადათხარა გზები ქალაქ წნორის ცენტრალურ ქუჩებზე და მას შემდეგ ვერ უზრუნველყო ელემენტარული, რომ ასფალტის საფარი დააგო. არა კვალიფიკაცია, არა გამოცდილება, არა мотиваცია, არაფერი არ აკავშირებს ადგილობრივ ხელისუფლებას წნორში საქმის კეთებასთან და ნათელი ილუსტრაცია არის ქალაქ წნორის აი ეს ცენტრალური ქუჩა. მოსახლეობა ცხოვრობს პრაქტიკულად მტვერში. თავარი პრობლემა აქ მაინც არის უწყლობა. ქართულმა ოცნებამ დაიწყო 12 მილიონიანი პროექტი, რომელიც უნდა ჯერ კიდევ 2016 წელს დამთავრებულიყო, თუმცა თანხები გაფლანგული არის. ამ სამუშაოებს ასრულებს ბიძინა ივანიშვილის კომპანია ზიმო, რომელიც ხეების გადატანით არის დაკავებული და მოსახლეობას კვლავ აწუხებს გზის პრობლემა, როგორც ხედავთ და წყლის პრობლემა. გაიგდა რომ იქება მანქანის ჩვენაც კარგია, პატრონის ჩვენაც კარგია და არ არის ახლა რა არის. შენ ვინ მოკითხება? თუ უნდა გააკეთებენ, თუ არ გააკეთებენ. გზა გადაწყრილია, აი მასზე უვლიან, შორიდან უვლიან, ეს პრობლემაა, მაგრამ რა ვიცი ახლა, ეგ მაგათი ამბავია. საწვავიც მეტი იხარჯება. რა ქვიან, იქ სათადარიგო ნაწილებიცაც სულდება. ხო და რა ვიცი, ძალიან ცუდი არის.